დაუბრუნდებით რაღაც პატარა პაუზის თუ შეფერხების თუ როგორც კიდე ეგრე დაარქვით მაგის შემდეგ shit. Here you go again. ახალი კომპიუტერით ახალი შემართებით და დღეს ვიღებთ unboxings. მოკლედ თემუდან რაღაცები გამოვიწერე და ეს რაღაცები დამეხმარება რომ თქვენს უკეთეს ვიდეოებში შევქნა განათებები რაღაცები მოკლედ ყველაფერს ნახავთ. ყველაფერს თვითონ სამახსოვრად გამოვიწერე, ყველაფერს ხანს გამოვიწერე, რაღაცებს ვაგროვებდი, როდის ყველაფერი ჩამოვიდოდა ნაწილ მოდიოდა და მოდი ახლა ნახოთ ერთად რა გამოვიწერე უბრალოდ და Mama şeker yapıyorsun. Es our window. Oh, okay, guys. Moti დაიწყოთ აბარითი. ეს რა. Okay, it's ეს გამოვწერე ჩემთვის, ანუ ველოსიპედის დავდივარ ხოლმე ანუ თითქმის ყველგან, სადაც კი შეიძლება და თუ ძალიან შორს არ არის ველოსიპედი დავდივარ და საგი გამოვწერე ველოსიპედისთვის, ძალიან გამოსაყენებელია. და ძალიან კაია, რავი, ეს ჩეკ. შემდეგი არის რა. შემდეგი არის headband-ი. აი ამას ალბათ გამოვიყენებ ყურსასმენებზე რაღაც ეგეთზე. Ida botobit ვარჯიშის დროს. ეს ძალიან კაია მომწონს. შემდეგ. არის. Okay. სამშენია ნახტრანდ იმპერია. ეს არის განათება. რომელიც ახარება უკეთეს ვიდეოები გადავიღო. მოდი შევამოწმოთ ეს განათება ახლავე. Okay. Wow. ძალიან კაია. ანუ თემისთვის ძალიან კაია. და ფასი რაც გადავიხადე სადღაც მგონი 20 ლარი დაახლოებით ეგრე. That was easy. Okay, cool. შემიძლია დაუწიო სინათლეს, okay. ეს ძალიან კაია. რო გითხრათ რომ ფასები დაეწერებათ, მოგატყობთ, იმიტომ რომ წესიერ არ მახსოვს და შეკვეთაში ეს იმეილიც მგონი წაშლილი მაქვს. ასე რომ ფასებს ვერ დავაწერ. მაგრამ სულ რაც გამოვიწერე, ყველაფერი იყო 300 ლარი. ეგ მახსოვს ზუსტად. Okay, შემდეგი არის кейსი ტელეფონის. Okay. ძალიან кейსია. Nice. ანუ თემუდან არ ველოდი ამდენად კარგ რაღაცებს რა. ფასიდან გამომდინარე წეს კიდევ ერთი განათება, რომლის დამაგრებაც შეგიძლიათ. და ეს განათება როგორ ირთვება, არ ვიცი. Okay, ამ განათებას სინჭირდება ბატარეები და ანუ ალბათ მე დადებ. მოდი მე შევამოწმოთ, რომ ეს დამჭირდება. Okay, მოდი. ეს მე შევამოწმოთ. განმოდოთ. ესენი არის ხელზე დასახვევი. ესენიც სავარჯიშოდ არის. ესენი ანუ ბოქსერები რო იკეთებენ ხელზე რო იხვევენ, ეგ არის რა, ორი ცალი. ეს გამოწერე ჩემი ახლობლისთვის, ნუ ჩემს არ არის რა. ესენიც კაია. შემდეგ. ეს ხალხათვანები.
ეს ხალხათმანები ცალკე სხვაგან ჩავმივიდა და ამაში ჩავყარე და ეს ხო მაგით არ გახსნით რომ ეს შეფუთვაში იყო. ეს ხალხათმანები ძალიან მოკლეს ესეც ველოსიპედისთვის მაქვს. ეს ერთი ხალხათმანი, ერთი წყვილი და მეორე წყვილი გამოწერე კიდე ასევე ველოსიპედისთვის. ნუ ამინის მიხედვით ერთი გადაჭრილია, მეორე ჯორობად თათებიანი. შემდეგი არის მარტო არ მახსოვს რომ გამოწერე ან წესიერად არ მახსოვს. იმი რაღაცა რომ ეს ყველაფერი ციფრს იღება. ოკეი, ეს ხო. ეს ანუ სამთარია, თან სრიალი სეზონი მოვიდა და მოიდა ძალიან გაუმადგება. ეს ძალიან კაია. ვა. ძალიან მაგარია. ამას აი ყველა ვარიანტი გამოვიყენებ ძალიან მალე. ეს სერიალია, ეს არის ბარათი სტიკერი. და ბარათი დასაკავია, მე გავხსნი. ეს გამოწერე ჯამფერები, 3 ცალი. ოღონდ აი მართლა ყველაფერი ძირს იყდება იმდენია. ჯამფერი ერთი არის ესა female, ერთი არის male და მესამე არის female male. ანუ სამივე რა. და ისინი ძალიან გაუმადგება, იმიტომ რომ ახლა რაღაცეები Arduino-ზე უნდა დავიწყოთ. პროექტებს გაგეცემა რა. შემდეგი რაც არის, ესეც ვარჯიშისთვის არის. ხელგასაკეთებელი. ამისთვის რაღაც ეგეთი ოფლის მოსაწმენდა და ასე რომ ვთქვათ, ეს საჭირო რაღაცაა. ოკეი, ეს რა არის? ეს არის ჩემი ტელეფონისთვის ბრონი. ანუ მარტივად ტყდება აშკარად. ძალიან მარტივად დავტეხე. მე მაქვს Motorola H60 Pro და რავი ეს ძალიან მარტივად დათმო. რაც გამოიწერე მაგის кейსი უფრო კი არა და ბრონი. ეს უბრალოდ გამოიწერე სატესტოდ და არ მეგონა რომ ასე მარტივად დათმდებოდა. რაც საკმაოდ უცნაურია. ეს გადავიდე თავად მინდა. ეს ერთი წირს ჩავარდა. პატარა ტრიპოდი, რომელიც თანჭდება და დიდი ალბათობით მაგით კადრებს შემოთავაზებთ ძალიან მალევე. და საუკეთესო ნაწილზე ჯერ არ გადავსვლო და არ გადაახვიოთ, არც გადაშეთვიდეო, საუკეთესო ნაწილზე ჯერ არ გადავსვლო. და გიხოცებით გამოიწერეთ რა არხი, ანუ დალაიქეთ და გამოიწერეთ, ძალიან მარტივია. ანუ ქვევით ახლა კომპიუტერში თუ უყურებთ თუ ტელეფონში არ აქვს მშობა, ვიდეოს ქვევით მარცხენა ნაწილში აწერია subscribe და თუ დააჭერთ ძალიან მაგარი იქნება. საბურავები. ეს საბურავები გამოიწერეთ ჩემი არსისთვის, რომელიც არ არის, სადღაც არის სახში. და მაინტერესებს როგორია ხელით რო შევეხო. ან ვიდეოში ამ საბურავებში გადავიხადე 80 ლარი, ანუ 4-ში. მაგრამ ეს ძალიან კაი საბურავებია რავი. просто მე გავაფუჭე რაღაცეები, წებო ჩავასწრა რაღაცეები და ეს გამოიწერე სადღაც 24 ლარად თუ რაღაც ეგრე. ნუ შიგნით ღრუბელი არ აქვს, მაგრამ არსიზე და სამაგრებად წავა რა. ნუ აი რაღაც ისე გამოსაბურავი რო გინდა, მაგისთვის გამოსაყენებლად წავა. ნუ მაინც ეს ჩეკ რა. ეს ხალხთანია. ოკეი, ეს ნაგავი, ეს ავტო გამოჩვენეთ ეს რა არის. ეს არის ველოსიპედის საბურავის დასამაგრებელი, რო აირეკოს შუქი, ესეც დამჭირდება ყველა ვარიანტში. სკაპ, ესენი დავაცარია შუქი. შემდეგი არის კიდევ ერთი ტრიპოდი, ანუ ძირითადად გამოწერე YouTube-ისთვის რაღაცები და პლუს მე გავამატე რაღაცები, მე რაც მინდოდა ჩემი გემოვნებით. ამ ტრიპოდს ის აქვს პლუსი, რომ იღუნება, ანუ შეუძლია ასე რაღაც შეგიძლია ხეზე შემოახვიო, აი თითზე მაგალითად რომ დავიხვიო და გამიჩერდება რა. და ეგრე შეგიძლია მაგალითად ხის ტოტზე რაღაცას შემოახვიო და დასამაგრებელი თავი რაც აქვს, ამას შემიძლია კამერა დავამაგრო. ან კიდე პლუს მოყვა ეს,
თვითონ ეს უმაგდება ამას. და ამას შემიძლია მე როგორ ტელეფონი ჩავდო. ეს შემიძლია ვაკონტროლო ამის მოძრაობა. და მოკლედ ესეც წარმაგარი რაღაცა, იმიტომ რომ ამაზე შეიძლება დავდო ხოლმე კამერა და მაგ კამერით რითაც ვიღებ ახლა ხო მინდოდა რომ სადღაც რომ მივიდიოდი რაღაც ეგრე გადამეღო, მაგრამ მაგ ხელშტატივით ვერ მივიდიოდი და ამით უკვე შემიძლია რომ ასწავლო და დავიჭირო და მაგითაც კაი კადრები რომ შემოგთავაზოთ. ეს ძალიან კაია, ესეც იყოს აქ. ოკეი, все, ეს არის. კიდე იგივე ტრიპოდი. რამდენიმე ტრიპოდი გამოვწერე, მაგრამ აი ამ ტრიპოდს არ ვეოლდი ნაბად. ეს არის, ეს განათების ტრიპოდია, ხო, ახლა მოვწე. ეს არის ამ განათების ტრიპოდი და ეს განათება უმაგდება კიდევ ვერტიკალურად და ამავდროულად ჰორიზონტალურად და მაგას დავაყენებ ამაზე. ეს ტრიპოდები გამოვწერე, ერთი რომ სახლში მაინც მქონდეს ხოლმე, ერთი ჩანთაში რომ მეგდოს, სადაც კამერა მექნება, რომ უცბად რაღაც ისეთ გადასაღებ სიტუაცია რო იყოს, რომ ამოვიღო კამერა და დავამაგრო ამას. ესეც შვენიერია იგივე ამით. ეს დაახლოებით რაც არის, ეს რაც არის სამაჯური impossible სამაჯური ეს ძალიან კაია ეს მინდოდა ოკეი ეს მჭირდება ოკეი ამაშავე ვიცი ესეც გამოწერე ველოსიპედისთვის რა. ანუ ველოსიპედით რა ჩქარა მინდი ხარ ხო ძალიან გიბერავს. და ეს არის რა, არასასიამოვნო არის ხოლმე. და მაგისთვის გამოწერე ეს. იბად ესავით არის. რამდენად კარგად არის არ ვიცი. და მაგას მე კიდევ უფრო კარგად მოვსინჯავ რა. მაგრამ ეს დაახლოებით რაღაც ეგეთი ფუნქცია აქვს. ამას დავტესტავ. ჯერ უბრალოდ ვერ გეტყვით რამდენად კარგია. ანუ სამ შეფუთო ეჭიდა. ესეც headband-ია. მე მგონი არა ესეც headband-ია. აღარ ცოტა უფრო უცნაური. ანუ ეს უფრო თხელია რა. ეს headband-ი, ანუ ფასტ წესით და იგივე ქონა სადღაც ან ერთი ლარის განსხვავება იყო, მაგრამ ეს headband-ი მირჩევნია, მე ამას რაღაც ესე რაღაც თხელია და რაღაც ესეთი მარტივად გაფუჭებადი რო არის. მაგრამ იყოს მაინც რაიც გამოვიყენე. ოკეი, ყველაზე კარგი ნაწილზე მოვიტოვებ ბოლოში რო გადავსულიყავი. მოიწერეთ ერთი ისა დავჭა ქვევით. ძალიან მაგარი რაღაც ხო, ხმაზე ვიცანი რაც იქნება და დაწრომულა რო ეგ არის. აი ამით უკვე YouTube შორტებით შეიძლება რომ მოიხოდოს. ბამ. ესე იგი ამაში მაგ კამერას რო ჩავდებ, შემიძლია ასეც დავამაგრო და rilebits გადავიღო, შორტები გადავიღო და მაგით უფრო მოიხოდება არხით, Instagram-ით, ყველაფერი და ზოგადად ანუ ეს არის ეს ფარი რა, ასე ვთქვათ, რომ დაგივარდეს. ეს ნაწილები დავარდება ჯერ და ანუ პირდაპირ კამერა არ დავარდება და ეგ წარმოგერ რაღაცა და ნუ ფასით თემუდან გამომდინარე ცოტა უფრო იაფი მეგონა, მაგრამ ამაში ზუსტად მახსოვს რომ 50 ლარზე მეტი გადავიხადე და ახლა 53 თუ 54. მაგრამ ნუ აი ხო რა კინის არის რა, ნუ ალუმინის და ეგ წარმოგერია რა. ოკეი, ესეც ყველაფერი ამ ორი რაღაცის გარდა, ხო? ეს არის ხავარი. არ ვაკეთებ მაგალითად, ეს რა დინება რა კიდე თვითონ. ეს და აი ეს. ბოლოს სამე ყუთი. ოკეი. ბოლოს სამე ყუთი სხვანაირი დაანბოქსინგება ჭირდება. აი ასეთი. ესე იგი
ეს 3 ნივთი არის ყველაზე არა ეს სამი აი ეს 4 ეს უკვე გავხსენე მაგრამ ნუ აი ეს 4 არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდი დავიწყოთ აი ამით დავიწყოთ მოდი ჯერს მოვიწყოთ დავიწყოთ კიდევ ერთი ტრიპოდი ოღონდ ეს ტრიპოდი არ არის კამერისთვის, არც ტელეფონისთვის, არამედ ეს არის განათებისთვის. сейчас მაგავშალო კარგად მომდეს ტრიპოდი. ასე. და ეს იქნება განათების ეს არა ნუ ახალია რა არის. განათება ეს განათების დასამაგრებელი და ეს თვითონ განათება ერთად მოდით საკითხება ამას სამხელა განათება წესთ ამას იმ განათებაზე პირველად დიდი განათება უნდა გქონდეს რომ ფასითაც წესით უფრო მეტი იყო და სუმითაც უფრო დიდი არის ალბათ უჯერ რავი ნუ ჩასართავი იგივენაირი აქვს ზუსტად ხო აშკარად უფრო დიდი განათება ამასაც ფერები იგივენაირად ეცვლება და აქაც ჩვეულებრივ შეგვიძლია დაკლება და მომატება განათების ოკეი ეს შვენიერია ჩეკ ეს ტრიპოდი კიდე გაიშლება და ოღონდ სანტიმეტრიანად დავამახსოვს თუ და არა მეტია მოხსოვს ნუ მოკლედ ეს იდეაში ანუ არ ეყოფა რომ მაგიდას პირველადაც ტესტაზე მიდან დავანაცოს და ვიდეოებზე კარგი განათება იყოს თუ შეაკვეთ არ ვიცი არც ერთ ვიდეოში არ მქონია განათება რაც კი აქამდე დამიდია მაგრამ ანუ ახლა რაც კი დაიდება აბსოლუტურად ყველაში იქნება განათება აუცილებლად მაგის შევავს ტექნიკა ყველა ვიდეო იქნება ერთი განათება ხო ვიყიდე მეორე მესამე ეს სამი განათება მაგას ვიდეოს კიდე ახლა მაგას აი ეს ანუ აი ჩანტი კატო მოყვა ვიცი ჩანტა რატომ მოყვა ანუ ეს ტრიპოდიც იგივენაირად იშლება და სხვა შორის რთულად საკმაოდ ოკეი ასე ეს ამასაც იგივენაირად გასწრებით და ეს განათება ინსტრუქცია ამინდა ეს ამინდა აი ამას სხვანაირი შემთხვევები აქვს ამჯერად თვითონ ეს განათება სხვანაირია ანუ მოდი ნახოთ რამდენად ძლიერი
თუ შევართები ინსტიტუტი. ოკეი. ამასაც კარგი განათება აქვს. ოღონდ მაინტერესებს ეს ჩამთვალი ნახარ მოუმატებს. ოკეი, ანუ აი განათება აქვს აშკარად. ოკეი. ეს განათება აი ამ რესპით დამაგრდება ამაზე. ეს ტრიბოდიც იგივენაირად იშლება და წესით იგივე ზომაზე. ვარწევი ნახავ. და მე მგონი ეს უფრო დიდზე იშლება კი. დაახლოებით 1 იმდენით დიდზე იშლება რა დაახლოებით. და ბოლო დავხსნე რომელიც ასევე ძალიან დაგვეხმარება ვიდეოების გადაღებაში და განსაკუთრებით იმ სტილის ვიდეოებში რომელსაც მე ვიყავ და რა კონტენტიც ეს არის აბა თუ გამოიცოთ რა კაი შეიძლება ვერ გამოიცოთ მოკლედ აი ამით უმაგრდება შტატივზე მერე ეს რო შტატივზე დამაგრდება თვითონ აი ეს პირები რაც არის ეს შეგვიძლია რომ გაწიო აქეთ აქ დაამაგრო მოუჭირო ამას ვაკ ასეთი თავი ასეთ თავზე შეგვიძლია კამერა დაამაგრო და ეს რო შტატივზე იქნება ანუ შეგვიძლია რომ პირდაპირ ზეთხედიდან გადაიღო და ზევიდან ანუ აქამდე უბრალოდ შტატივის დახრით ხო ვიღებდი და მარტო აქედან განახებდით რამე ზევიდან თუ მინდოდა და აქ შემიძლია რომ ანუ პირდაპირ ზემოდან დაგანახოთ რაც გავაკეთებ წრედი საწყობა იქნება თუ რაც იქნება ეგ ყველაფერს მაგას ზემოდან და ამას შემიძლია განათებას დავამაგრო რომელი განათებაც ვიყიდე აი ეს ამას რო ბატარეები იქნება ეგეთი დასამაგრებელი ხო აქ და პლუს განათება პლუს კამერა იქნება აქ თვითონ ეს დამაგრებული იქნება და ეს ძალიან მაგარი რაღაცაა მოკლედ და აქაც თავშიც და ბოლოშიც ეგეთი თავები. მოკლედ სულ ეგ რაც მინდოდა რომ მეთქვა და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და შეაროთ ეს ვიდეო რათა ბევრი ნახვა დავაგროვო და უფრო მან დაიგუსტოს მოკლედ ჩემი YouTube არხი. ახლა მინდა შეგახსენოთ რომ ჩემი არხის მხარდამჭერი არის სუმერი და ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის სუმერს. და ახლა მინდა რომ დავტესტო უკვე განათებით როგორი კადრი იქნება. ახლა დავაყენებ განათებებს და ნუ თქვენ მაგას ძალიან მალე სამწამში ნახავთ და მე ცოტა ხანი ვიწვალებ დავაყენებ განათებებს ერთ მხრიდან მეორე მხრიდან მესამე მხრიდან და როგორ შეიცვლება კადრი მაგას ვნახავ რა. ასეთია ეს განათებული და ერთი განათება კიდე მაკლია იმიტომ რომ უცბად შესაძლებელი ვერ ვიპოვე და ბევრი აღარ მიწვალია ის ხო და ასე არის მოკლედ ერთი განათება და ორი განათებით რაც არის ეს ერთი დაბალი განათება მაგრამ აქ წესით არ იტყობა ეს განათება და პლუს კიდე ეს განათება გადაემატება ემიდან შტატივიდან წესით ბევრად უფრო განათებული უნდა იყოს და პლუს კიდე ეს პატარა განათება აქ ხო რამდენიმე კაბელია და ამ კაბელების მომიწევს ერთად მოქცევა და რაღაც ერთ დიდ შესაძლებლობაზე ბევრი USB რო არის ერთი USB-ზე მაგაზე გადაყვანა. სხვათა შორის ჩემ არხს ყავს კიდევ ერთი მხარდამჭერი რომელიც არის IT Step Academy და თუ გინდათ რომ აი ასეთ რაღაცებში განათებებს არ გულისხმობ აი ასეთი რაღაცების აწყობა, პროგრამირება, ზოგადად პროგრამირება, 3D დიზაინი რაღაც ძალიან ბევრი რაღაც სასწავლიან გრაფიკებს და ასე შემდეგ. შეგიძლიათ მიხვიდეთ და იქ ისწავლოთ IT Step Academy-ში. კარგი. დღეისთვის წესით სულ ეგ არის რაც მინდოდა რომ მეჩვენებინა. თეუნა კიდე რაც გამოიწერე ერთი რაღაც ნაწილი კიდე მოდის და ჯერ კიდე არ ჩამოსულა. რომელიც არის ანუ
background განათება, აი გრძელი განათებები არის, წარმოგიდგენთ ეს რო ოდნავ ვიწრო და გრძელი რო იყოს და ნუ ფერადი არის და დიდაუთობით დავამაგრებ აქ და აქ, ხო. მაგ განათებებს დავამაგრებ მაგ წესით, მაგრამ უბრალოდ აი ვერა და ვეღარ ჩამოვიდა და მაგიტო მომიწევ რომ ეს რაც ჩამოსული იყო, ანუ ესეც ნაწილ მოვიდა, მაგინის unboxing-ი რო გადამეღო. დიდი მადლობა თუ მომდე უყურეთ. კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გამოიწეროთ და დალაიქოთ არხი და ზარისხილაკიც გააქტიუროთ. აბა ჰეთ, აბა ჰოთ. დაგიბრუნდებით მალე.